ამიერკავკასიაში პირველი 18 ორმოიანი პროფესიული გოლფ კლუბი და რეკრეაციული კომპლექსი კრწანიში 330 ჰექტარ ტერიტორიაზე გაშენდება. მშენებლობა დღეს დაიწყო და სიმბოლურად კაფსულა ესპანელ პარტნიორებთან ერთად თბილისის მერმა ჩადო. ამ ეტაპზე გოლფის მოედნის, წყლისა და სხვა საკომუნიკაციო არხების მშენებლობა დაიწყება. ასევე სავარჯიშო მოედნები და საკლუბო სივრცე გაშენდება, რომელიც 2 წლის განმავლობაში დასრულდება. მშენებლობის პირველი ეტაპი კი გოლფის ბალახის განაშენიანებას გულისხმობს. პრიმერა გოლფ კლუბი ევროპული ინვესტიციით ფინანსდება და მისი ღირებულება $20 მილიონ შეადგენს. ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ აქ ჩატარდება მსოფლიო დონის გოლფის ჩემპიონატები, რაც ქვეყანაში ტურისტების რაოდენობას მნიშვნელოვნად გაზრდის. იმის გამო, რომ საერთაშორისო კომპანია მართავს, პრინციპში უნდა ველოდოთ ძალიან ბევრ ტურისტს, მაგრამ მნიშვნელობა ამ პროექტის ამ კუთხით, რა თქმა უნდა, ძალიან დიდია, იმიტომ რომ აბსოლუტურად ახალ სივრცეს აჩენს ახალი ტიპის სამუშაო ადგილებისთვის, მაგრამ ქალაქის პერსპექტივიდანაც რო ვნახოთ, ეს არის ქალაქის ყველაზე მოწყვეტილი, მაგრამ ერთ-ერთი ულამაზესი ადგილი, იმიტომ რომ აქ ამ ადგილებიდან ხედები ქალაქის არის სრულიად ახალ სივრცეს და ახალ პერსპექტივას აძლევს. განსხვავებაა ქალაქის განვითარება პრაქტიკულად ახალი უბანი, რომელიც დაემატება თბილისს. ეს არის ტურიზმის თვალსაზრისით აბსოლუტურად უნიკალური ახალი ნიშა, რომელსაც ჩვენ დავიკავებთ, რაც თავარია თვითონ ქალაქისთვის არის ახალი პერსპექტივა. ანუ ახალი დასახლება, აი მარტივად რო ვთქვათ, რითი უნდა გაუწიოთ, ვთქვათ, კონკურენცია ამ ადგილმა, ვთქვათ, ისეთ უკვე აპრობირებულ ადგილებს, როგორც არის კოჯორი, ტაბახმელა, წყნეთი, წავკისი. ეს არის ახალი მიმზიდველობა, გოლფის მოედანი და მის გარშემო დასახლება, რომელიც და მარტო მშენებლობის სტადიაზე ალბათ 500-600 კაცი მინიმუმ იმუშავებს. და შემდეგ უკვე სერვისი მომსახურება შეიძლება ბევრ გაცილებით მეტიც იყოს. იმიტომ რომ პრაქტიკულად ეს არის მინი ქალაქი. იმ ინვესტიციების ფონზე რაც ხორციელდება დღევანდელ დღეს ჩვენს ქვეყანაში და საქართველოს ერთ-ერთი პრიორიტეტი არის სწორედ ტურიზმი. მე ვფიქრობ, რომ გოლფი შეუწყობს ამ სექტორის განვითარებას, ვინაიდან ჩვენ ვფიქრობთ ძალიან საინტერესო და საერთაშორისო ტურნირების გამართვას, რაც ავტომატურად ასევე გამოიჩენს მასმედიის, საერთაშორისო მასმედიის ყურადღებას.